ფოთში პროექტის მწვანე მომავალი უფლებები და სტაბილურობა ფარგლებში ორ ლოკაციაზე აქტივობები გაიმართა. ორგანიზატორთა მიერ დასუფთავდა მალთაყვის სანაპირო ზოლი და დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორია. მოგეხსენებათ 5 ივნისი მსოფლიოში აღინიშნება როგორც გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე. შესაბამისად ჩვენ ახალგაზრდები ფონდი აფხაზეთის პროექტის ფარგლებში პროექტის მწვანე მომავალი უფლებები და სტაბილურობა შევიკრიბეთ და ვახორციელებთ დასუფთავების აქციას როგორც ზღვის სანაპიროზე, ასევე დევნილთა ჩასახლებაში, სტადიონის სკვერების და სხვადასხვა სივრცეების. შესაბამისად მნიშვნელოვანია ცნობიერება და საზოგადოების მონაწილეობა მსგავს აქციებში, რათა გარემო გავხადოთ უკეთესი. ჩვენ დავასუფთავეთ მალთაყვის პლაჟი, ახლა კი გადმოვინაცვლეთ დევნილთა ჩასახლებაში და ვასუფთავეთ მიმდებარე ტერიტორიებს. ბოლოს კი საფეხბურთო ტურნირი გაიმართა, სადაც ერთმანეთს დასუფთავების აქციაში მონაწილე გუნდები დაუპირისპირდნენ. აქციის ფარგლებში ტარდება საფეხბურთო ტურნირი და ვეცდებით რომ გავიმარჯვოთ ჩვენ აფხაზეთის გუნდი. აღსანიშნავია, რომ პროექტს მწვანე მომავალი უფლებები და სტაბილურობა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი გაეროს განვითარების პროგრამის და დანიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია მდგრადი ადგილობრივი განვითარებისა და მდგრადობის ხელშეწყობა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, ქალაქ ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მწვანე და სამართლიანი გადასვლების გზით, ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა, გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობების შექმნა. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში გაეროს განვითარების პროგრამისა და დანიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს მწვანე მომავალი უფლებები და სტაბილურობა. პროექტი გასული წლის დეკემბერში დაიწყო და დასრულების ფაზაშია. პროექტის ფარგლებში ორივე მუნიციპალიტეტში პროექტის გუნდის მიერ ჩატარდა არსებული ბინადრის საკუთრებთან ამხანაგობების სკრინინგი, მათი შეფასება, დაფუძნდა ახალი ამხანაგობები ორივე მუნიციპალიტეტში, ჩატარდა დევნილთა დასახლებებში შენობა ნაგებობების ინფრასტრუქტურული სკრინინგი, ჩატარდა გარემოს დაცვითი მიმართულებით დევნილების სოდნისა და დამოკიდებულების კვლევა და ფოთის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში ჩამოყალიბდა ენერგო კლუბი, რომელიც ცხოვრობ 50 ახალგაზრდას აერთიანებს და დღეს სიმბოლურად ამ ენერგო კლუბის პირველი ღონისძიებაა, რომელიც დავამთხვიეთ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, ჩავატარეთ დასუფთავების აქცია და სპორტული ტურნირი. ენერგო კლუბი ეს ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც პირველ ღონისძიებას გასვესრებით, მაგრამ ეს არ იქნება ბოლო ღონისძიება. დაგეგმილია უახლოეს დღეებში კიდე რამდენიმე აქტივობა, დამონტაჟდება მზის პანელები დასახლებაში რამდენიმე ადგილას და ენერგო კლუბი აქტიურად გააგრძელებს ჩვენს ორგანიზაციასთან ურთიერთობას და თავის საქმიანობას. პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა 10 ივნისს ფოთის კანოესა და ნიჩბოსნობის ბაზაზე ჩატარდება.